გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ანუ ასე გამოდის, რომ საქართველოში კანონი არ უნდა კანონობდეს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ვინმე 21 წლის ბავშვი, როდესაც გამეტებით ურტყავს ჯოხს, ეს არ უნდა ისჯებოდეს. ახლა არ დავიწყებ იმის შედარებას ანალოგიურ ქმედებას, რას ასჯელი მოყვებოდა ჩვენთვის მისაბაც დასავლეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით კი დიდი ძმის ამერიკის ტერიტორიაზე. ამის მაგალითების მეტი რადევს ჩვენს ვირტუალურ სივრცეში. ასევე შედარებას არ დავიწყებ სააკაშვილის დროს ასეთი საქციელი რით დასრულდებოდა. თუმცა სააკაშვილის დროინდელ პოლიციაზე ამნაირ ქმედებას ვერავინ გაბედავდა, რადგან იცოდა, რომ ადგილზევე გაათავებდნენ. დღეს კი ბედავს, რადგან იცის, რომ ერთ ბუსსაც არაუფრენენ თავიდან. თანაც გმირად შერაცხავენ. რაც თავარია, ისიც იცის, რომ ევროკავშირი მისი ქვეყნის მიმართ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად მოიხსენიებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოექცეს იზოლაციაში, რათა განიწმინდოს. დიახ, მოექცეს იზოლაციაში, მერე ხალხი რომ გარეთ გამოცვივდეს, წალეკოს ხელისუფლება და ევროკავშირისთვის დიდხანს ნანატრი მიშა ისევ მოიყვანოს მთავრობაში. აი მაშინ ქვეყანა იქნება სრულიად დემოკრატიული და შეიძლება აუზში წყალიც ჩაგვისხან. ეს ყველაფერი ლირიკაა, მეგობრებო. მართალი გითხრათ, დიდად აღარ მაღელვებს რომელიმე უცხო ქვეყანა რა სიტყვის ჩვენს მიწა წყალზე. თუ შეგვაქებს, კარგია, მაგრამ ლანძღვას თუ დაგვიწყებს, მიმაჩნია, რომ სიტყვა უნდა შეუბრუნო და რუსკი კარაბლის გზით გაუშვათ. მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს და მაღელვებს. მე მაღელვებს ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილის დამოკიდებულება იმ ეგრეთ წოდებულ ბავშვების მიმართ. ისინი, ვინც მათ საქციელს ამართლებს, ვინც მათ გმირად მოიხსენიებს, ვინც მათ დითირ ამბებს უმღერის, ისინი იმ ეგრეთ წოდებულ ბავშვებს რყვნიან. დიახ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ვაცხადებ, რომ რყვნიან და ძალიან უფუჭებენ მომავალს. როდესაც ეგრეთ წოდებული ბავშვი პოლიციელს ჯოხს ურტყავს და მერე მას კანონის სრული სიმკაცრით არ სჯის, ის ბავშვი რწმუნდება, რომ მისი საქციელი დასაშვებია და არაა გარანტია, რომ მომავალში უფრო სასტიკად არ მოიქცევა. დიახ, მას გონია, რომ თურმე პოლიციელს შეიძლება დაარტყა და პასუხს არ მოგთხოვენ. ის ეგრეთ წოდებული ბავშვი თავს გმირად გრძნობს და მერე იმ ბავშვის მეგობარი ამხანაგი შემხედვარე თანატოლი იმასვე გაიმეორებს. რატომაც არა? მასაც ხომ უნდა გმირად გამოჩნდეს. მასაც უნდა უმტკივნეულოდ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მასაც უნდა რომ ხალხის მასებში ისტერიკა გამოიწვიოს და უფრო რომ იგმიროს, შეიძლება უარესის გააკეთოს. განა ასე არ არის? ამიტომაც მიმაჩნია სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე დიდი დანაშაული ჩაიდინა სწორედ რომ ასეთი ახალგაზრდების მიმართ, როდესაც ის გაურკვეველი ლაზარე გრიგორიადისი პოლიციელი სადისტური მკვლელობის მცდელობისთვის დაჭერილი ზარზეიმით შეიწყალა. ამის მერე შეიძლება ბევრ ახალგაზრდას მოუნდეს ლაზარეს გზით გავლა, რატომაც არა. და კიდევ დამნაშავეები ისინიც არიან ის ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები, რომლებიც ამდაგვარ საქციელს, ანუ აგრესიას პოლიციელის მიმართ აპრავებენ და ხოტბას ასხავენ. ერთი სპორტსმენი, მის სახელი გვარი ჩემთვის სრულიად უცნობია, აცხადებს, რომ საქართველოს დღემდე თურმე სწორედ მათე დევიზის მსგავსმა თავდადებულმა და ვაჟკაცმა ხალხმა მოაღწევინაო. თქვენ გესმით, მეგობრებო, რა ცინიზმია? საქართველოს დღემდე მოაღწევინა იმ ადამიანებმა, რომლებიც პოლიციელს გამწარებით ჯოხს ურტყავდა. არა მტერს, არა აგრესორს, არა დამპყრობელს, არამედ პოლიციელს, ვინც ქვეყნის კანონიერების სადარაჯოზე დგას. მეორე დიდი მოაზროვნე და ყოფილი ფეხბურთელი კი, დღეს არ ვიცი რა საქმიანობს, გამოდის განცხადებით, ნუ ძალადობთ ბავშვებზე, გაათავისუფლეთ ახალგაზრდები, აღადგინეთ სამართალი. სამართლის აღდგენა რას ნიშნავს? პოლიციელზე მოძალადე არ უნდა დაისაჯოს.
აი ასეთი აბსურდული განცხადებები ისე მავნებს, რომ ხშირად გონია ამის მთქმელი ალბათ ხადაობს. ალბათ თუ არ ხადაობს და ის სამართალს რას ეძახის? მისთვის სამართალი სრულიად სხვა რამეა, ვიდრე ჩვენ გონია. და რაც თავარია, ცნება ბავშვი, რომელ ასაკამდეა? ჩვენთან 18 წლის ასაკიდან მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ანუ რა გამოდის, რომ ბავშვებს ვანდობთ ქვეყნის ბედის გადაწყვეტას? ისინი ჯერ ბავშვები თუ არიან, მაშინ მიუცეთ თოჯინა და ითამაშონ ეზოში და არავითარი შეხება არ უნდა ჰქონდეთ საარჩევნო პროცედურებთან. ერთმა 28 წლის ანდრო ჭიჭინაძეს დაწერა ამ ბავშვს ციხეში რა უნდაო? რა გაუგონარი ინფანტილიზმია. მეგობრებო, და ეს უკვე ევროკავშირის ბრალი არა, ეს ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე ხდება. ასე არ გამოვა ცხოვრება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.